ბრძანისის ქუჩაზე მდებარე სკვერს შეპესე Green Service Plus-ი მოაწყობს. კომპანია მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა. დოკუმენტი არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობას საქართველომ გამოაქვეყნა. ქონდა თუ არა კომპანიას ტენდერში მონაწილეობის სამართლებრივი საფუძველი და ჩნდება თუ არა კითხვები მაშინ, როცა ძველი თბილისის ყოფილ გამგებელს ლაშა ფურცხოვანიძესა და მის მოადგილეს, რომლებიც Green Service-ისა და Green Service Plus-ის დამფუძნებლები არიან უკანონო სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობაზე და უკანონო შემოსავლების ლეგალიზებას დავაზე. სალომე მოდებაძე არკევდა. სატენდერო პირობების მიხედვით ბრძანისის ქუჩის 7 ნომერში მდებარე ეს სკვერი შეპესე Green Service Plus-მა აპრილამდე უნდა მოაწყოს. ეს დოკუმენტი დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გამოაქვეყნა. სატენდერო კომისიის ხდომის ოქროში წერია, რომ გამარჯვებული კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია სატენდერო მოთხოვნებს შეესაბამება. სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები ერთ საერთაშორისო გამჭვირვალობაში აქვს. თუმცა განმარტავენ, რომ კითხვები Green Service-ისა და Green Service Plus-ის მისამართით მაინც არსებობს. ეს არის ძალიან საინტერესო ფაქტი, იმის გამო, რომ წლების განმავლობაში Green Service-თან და Green Service Plus-თან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არსებობდა, ასევე საუბარი იყო იმაზე, რომ ისინი ზოგადად არიან კონკრეტულ კორუფციულ გარიგებებშიც ჩართული. თბილისის მერიის მიერ მიმდინარე წლის ოქტომბერში გამოცხადებულ ტენდერში შეპესე Green Service Plus-თან ერთად, რომლის დამფუძნებლები ძველი თბილისის ყოფილი გამგებელი ლაშა ფურცხოვანიძე და მისი მოადგილე კობა ხარშილაძე არიან, კიდევ 4 კომპანია მონაწილეობდა. თუმცა სამუშაოების შესასრულებლად 473,000 ლარი, ანუ ყველაზე ნაკლები თანხა მერიას სწორედ ამ კომპანიამ შესთავაზა. კომპანიას შავსიაში არაა შეყვანილი, შესაბამისად ტენდერში მონაწილეობა რო ყოფილიყო შავსიაში ვერ მიიღებდა, სისტემა დაბლოკავდა აღნიშნულ მონაწილეს პრეტენდენტს, ფასით მოიგო, სატენდერო პირობები დააკმაყოფილა, შესაბამისად არანაირი პირობა არ ქონდა, არანაირად არ შეეძლო სატენდერო კომისიას, რომ დისკვალიფიკაცია მიენიჭებია. Green Service Plus-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი ლაშა ფურცხოვანიძე ამბობს, რომ კომპანიას ტენდერში მონაწილეობისათვის ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი აქვს. აცხადებს, რომ ოქტომბერში 4 ტენდერში მიიღეს მონაწილეობა, თუმცა მათგან მხოლოდ ერთში გაიმარჯვეს. ჩვენ გავიმარჯვეთ, იმიტომ რომ დავდეთ ყველაზე დაბალი ფასი, როდესაც დამთავრდება რეაბილიტაცია, მე მოგძანდით და სიამოვნებით განახებთ რა იქნება. Green Service Plus-ის ტენდერში გამარჯვებას დღეს საკრებულოს უმცირესობაშიც გამოეხმაურნენ. თუ იმარჯვებდა ტენდერებში, სამართლიანად იმარჯვებდა, როგორც ჩანს, ეს დამტკიცდა ახლა, რომ მან კვლავ გაიმარჯვა ტენდერში. სახელგატეხილი კომპანია უდაოდ და პროკურატურაში დაატარებდნენ და საპროცესო გარიგებებიც იყო გაფორმებული, მაგრამ მეორეს რო ახლა თუ გაიმარჯვა ალალად და ნამდვილ შეჯიბრში თუ გაიმარჯვა, ნუ ახლა დისკრედიტირებულ კომპანიასაც ვერ აუგზავნო ვერ ტენდერში მონაწილეობას. გამოძიების ინფორმაციით, ძველი თბილისის სატენდერო კომისიის წევრები ლაშა ფურცხოვანიძე და კობა ხარშილაძე, რომლებიც Green Service-ისა და Green Service Plus-ის დამფუძნებლებიც არიან, ტენდერში თავისავე კომპანიას ამარჯვებინებდნენ. შესყიდვები კი უშუალოდ იმ ოდენობისა და სახეობის ხემცენარეებზე ცხადდებოდა, რომელიც კომპანიას წინასწარ ჰქონდა შეძენილი. ლაშა ფურცხოვანიძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს, კობა ხარშილაძე კი ამ დრომდე პატიმრობაში რჩება.